ერთი ოჯახის ორი თაობის შემოქმედებათა ტანდემი და თბილისის თანამედროვე ბალეტის საიუბილეო საღამო 10 წლის ისტორიას დასი ორგანყოფილებიანი პროგრამით შეაჯამებს. მაყურებელი ნახავს ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის საბალეტო დადგმის აღდგენილ ვერსიას და კოსმოსში მოგზაურობის ამსახველ თანამედროვე ბალეტს. მამისა და შვილის შემოქმედება სცენაზე და წარმოდგენა, რომელიც ტრადიციას და თანამედროვეობას აერთიანებს. ქორეოგრაფიული საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში 30 ივნისს გაიმართება. დიპლიპიტო ფედრას თემაზე ცნობილმა ქართველმა ქორეოგრაფმა გიორგი ალექსიძემ მე-20 საუკუნის მიწურულს დადგა. ერთ მოქმედებიანი თანამედროვე ბალეტი გია ყანჩელის მუსიკაზე ანტიკური ტრაგედიის. კიდევ ერთი საინტერესო ხედვა, რომელსაც შემდგომში თამამად უწოდეს ინოვაციური და ექსპრესიული გადაწყვეტა. დადგმა, რომელშიც გიორგი ალექსიძემ საოცარი სიზუსტით იგრძნო ყანჩელის მუსიკის დრამატიზმი და ხასიათი. წლების შემდეგ უკვე გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის ახალგაზრდა დასთან ერთად ეს დადგმა ქორეოგრაფის მეუღლემ მარინა ალექსიძემ და შვილმა მარიამმა აღადგინეს. დიპლიპიტო მაყურებელთა დადებითი შეფასება კიდევ ერთხელ დაიმსახურა. თბილისის თანამედროვე ბალეტის 10 წლის საიუბილეო საღამოზე ბალეტს კიდევ ერთხელ წარმოადგენენ. ეს არის არ მომერიდება ამის თქმა, ნამდვილად ქორეოგრაფიული მუსიკალური შედევრი. იური გეგეშიძეს ძალიან საინტერესო კოსტიუმებით ფედრას სახეს ასრულებს ჩვენი დასის წამყვანი სოლისტი ნინო გოგუა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ფედრას პირველი შემსრულებელი ქეთევან მუხაშავრია, ჩვენი დასის პედაგოგ რეპეტიტორია და დღეს ის გადასცემს ალექსიძისეულ პლასტიკას თავის სიმეხსიერებით, თავის გამოცდილებით ახალგაზრდა თაობას. ბედნიერება, როცა გაქვს საშუალება იცეკვო, ითანამშრომლო, იმუშავო, დახვეწო მის ქორეოგრაფია ისეთ ადამიანთან უშუალოდ ვიზეც იყო შექმნილი ეს ყველაფერი. თბილისის თანამედროვე ბალეტის საიუბილეო თარიღს დასი ორ განყოფილებიანი წარმოდგენით აღნიშნავს. პროგრამის მეორე განყოფილებაში შესრულდება მარიამ ალექსიძის ახალი დადგმა ვოიაჯერი, თანამედროვე ბალეტი, რომელიც ქორეოგრაფმა ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის დარიო მარიანელის მუსიკაზე შექმნა. ბალეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი დავით მაზიაშვილია. ვოიაჯერი მოგვითხრობს ორი თანამგზავრის შესახებ, რომელსაც 1977 წელს დატოვეს დედამიწა, უფრო მეტის ორივე თანამგზავრი უკვე გაცდა მზის სისტემას და გადასულები არიან ინტერსტელერში. დარიო მარიანელი და მარიამ ალექსიძე წარმოგვიდგენენ და ქმნიან აი მოძრაობას, რომელსაც ეს ორი თანამგზავრი აი ამ მოგზაურობით ხედავს, შეიძლება ასე თქვას და აი ეს რასაც ის ხედავს, არის სწორედ ის სამყარო, რომელიც ჩვენს ზემოთ არის. დავითის ასე ვთქვათ იდეა იყო, რომ ავიხედოთ ცაში, ახტაცებით და ინტერესით ავიტაცეთ, თუმცა ერთგვარი შიშით, რადგან ეს შეეხება კოსმოსში მოგზაურობას და აი ამ მოგზაურობას უკიდეგანო სამყაროში შესაბამისად ფანტაზიაც უნდა ყოფილიყო აი ესეთი ფართო, მრავალფეროვანი, რომ მივწვდომოდით ამ სამყაროს და გამოგვეხატა სათქმელი. ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესი ჰქონდა ძიების, იმიტომ რომ მაგხსენებათ ძალიან კოსმიური და არა ამ ქვეყნიური თემატიკა გვაქვს და გვინდოდა რომ რაღაცა მაქსიმალურად ეფექტური და შთამბეჭდავი ყოფილიყო ეს მაყურებლისთვის. ერთი ოჯახის, ერთი ღირებულებების, თუმცა ორი განსხვავებული თაობის ქორეოგრაფიული ხედვის ერთ საღამოზე ჩვენება მარიამ ალექსიძისთვის ერთგვარი გადაძახილია მამასთან, იმის წარმოსადგენად, რაც მასთან ერთად ისწავლა და შემდეგ მის გარეშე განაგრძო. ამიტომ ამ საღამოს, რომელიც დასის მიერ განული 10 წელს ერთგვარად აჯამებს, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი 2016 წელს მარიამ ალექსიძისა და მისი თანამოაზრეების
ინიციატივით დაფუძნდა და მას შემდეგ ორი ძირითადი მიმართულებით ფუნქციონირებს. გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და მარიამ ალექსიძის თანამედროვე დადგმების განხორციელება. დასმა შექმნა ორიგინალური რეპერტუარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საკმაოდ მრავალფეროვანი, სხვადასხვა მიმართულების, ძალიან ბევრ კომპოზიტორთან ვითანამშრომლეთ, სპეციალურად იქმნებოდა მუსიკალური ვერსიები, სპეციალურად იქმნებოდა მუსიკა ვითანამშრომლეთ მხატვრებთან, სხვადასხვა ხელოვანებთან. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მუშაობა საერთაშორისო მიმართულებით და ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით. გიორგი და მარიამ ალექსიძეების ქორეოგრაფიული საღამო რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე 30 ივნისს გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.